მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში ვისაუბრებთ მშვიდობის საბჭოზე, რომელიც ძალიან პოპულარული ტერმინია საქართველოში და არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში, საქართველოში განსაკუთრებით იმიტომ, რომ როგორც მედია გვეუბნება, მთელი მსოფლიო და განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის ყველა ქვეყანა მიიწვია დონალდ ტრამპმა მშვიდობის საბჭოში, გარდა საქართველოს. მოდი ერთად გავარკვიოთ, მე ხა აქ ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს, გამოყრილი მერწმუნე ძალიან ბევრი ინფორმაცია, თუმცა ვეცდები რომ კომპაქტურად მოგაწოდოთ ეს ყველაფერი, რა არის მშვიდობის საბჭო, ვინ შექმნა, როდის შეიქმნა, ვინები არიან მიწვეული, ვინ დათანხმდა, ვინ არ დათანხმდა, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მშვიდობის საბჭოში მიიღონ ქვეყანა და ასე შემდეგ. არის თუ არა ეს გაეროს კონკურენტი ორგანიზაცია, ამ ყველაფერს ამ ვიდეოში ერთად მოვისმენთ და ვნახავთ, ამიტომ სანამ ვიდეოს დაიწყებ, დაალაიქე ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხით. დავიწყოთ. მშვიდობის საბჭო პირველად გამოცხადდა 29 სექტემბერს 2025 წლის და მაშინ თქვა დონალდ ტრამპმა, რომ მის ამ საბჭოს შეკრებას იწყებდა 2026 წლის იანვარში და დაანონსა ეს საბჭო და სწორედაც იანვარში დაიწყო ამ საბჭოს შექმნა. 15 მაშინ თქვა რომ 15 იანვარს გამოვაცხადებო ამ დაარსებას ამ საბჭოს, თუმცა არა 15 იანვარს, არამედ 20 იანვარს უკვე დონალდ ტრამპმა გამოვაცხადა, რომ მას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ან გაერო არასდროს დახმარებია, ამიტომ ეს გახდა სწორედ იმის მიზეზი, რომ მან დაარსა მშვიდობის საბჭო. და დონალდ ტრამპის აზრით შესაძლოა ამ ორგანიზაციამ, ახალმა ორგანიზაციამ, რომელსაც ის ქმნის, ჩაანაცვლოს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ან გაერო. ცხადია ვიდეო უნდა დავიწყოთ ბექგრაუნდით, ანუ ფონით რა ფონზე მოხდა ამ ორგანიზაციის დაანონსება დონალდ ტრამპის მიერ და ნუ აქ ცხადია საუბარია ისრაელსა და ღაზას შორის ურთიერთობაზე და მათ შორის დაპირისპირებაზე, რასაც კოორდინირებული შეერაღებული თავდასხმების სერია უძღვოდა წინ, იცით 2023 წლის 7 ოქტომბერს და მერე უკვე ეს ყველაფერი გადაიზარდა დიდ დაპირისპირებაში და მერე უკვე დონალდ ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში და მას უწევდა ამ კონფლიქტის მოგვარება და სწორედ იმ პირობებში დაანონსა დონალდ ტრამპმა საბჭო. პირველი ოფიციალური გადაწყვეტილება, რაც მიიღო დონალდ ტრამპმა, ის იყო, რომ 2026 წლის იანვარში მშვიდობის საბჭოს გენერალური დირექტორად დანიშნეს ნიკოლაი ვლადენოვი, ბულგარელი პოლიტიკოსი და დიპლომატი. ეხლა მოდი ორი სიტყვით ვთქვათ, ვინ არის ნიკოლაი ვლადენოვი. ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს ნიკოლაი ვლადენოვს. ეს არის ბულგარელი პოლიტიკოსი, რომელსაც უმუშავია აბსოლუტურად ყველა ძალიან მნიშვნელოვან ამერიკულ და გაეროს თანამდებობებზე. აი მაგალითად, ჯერ იყო რა თქმა უნდა ბულგარეთის პოლიტიკაში აქტიურად ჩართული, საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, შემდეგ ჯერ იყო თავდაცვის მინისტრი, მერე იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მერე უკვე აირჩიეს ევროპარლამენტში, სადაც იყო ბულგარეთის წარმომადგენელი ევროპის სახალხო პარტიაში და ამის შემდეგ უკვე გადადის გაეროში და გაეროში იღებს დიდ თანამდებობებს ერაყში, ავღანეთში და სხვა ახლო სამხრეთში, რასაც ეძახიან ახლო აღმოსავლეთის დასავლური ქვეყნები, ჩვენ უნდა ვუწოდოთ ახლო სამხრეთი და სწორედ ახლო სამხრეთის ქვეყნებში მან ძალიან ბევრი თანამდებობა, სხვადასხვა თანამდებობები მიიღო, მუშაობდა ასევე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თუმცა თავისი პოლიტიკური კარიერა მან დაიწყო ღია საზოგადოების ფონდების პროგრამების დირექტორად სოფიაში, ღია საზოგადოების ფონდი კი იცით რა საზოგადოებაც არის, ისი დაარსებულია. და ამის შემდეგ მუშაობდა მსოფლიო ბანკის სოციალურ დეპარტამენტში და ამის შემდეგ უკვე თავად დააარსა ევროპული ინსტიტუტი ბულგარეთის დედაქალაქში და 2001 წლამდე იყო მისი დირექტორი. ასევე მუშაობდა NDI-ში, IRI-ში და მსოფლიო ბანკის კონსულტანტად ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბულგარეთი, ავღანეთი, იემენი, ახლო სამხრეთის ძალიან ბევრი ქვეყანა. 2015 წლიდან კი ამ ძალიან ბევრ თანამდებობა გამრავლილ ადამიანმა მიიღო გაეროს სპეციალური კოორდინატორის თანამდებობა ახლო აღმოსავლეთის, ანუ ახლო სამხრეთის სამშვიდობო პროცესის საკითხში. შემდეგ უკვე გაერო აპირებდა მის დანიშვნას ლიბიაში, იგივე წარმომადგენლად, თუმცა მალევე მან თქვა, რომ ამ თანამდებობას ტოვებდა. და აი 2026 წლის იანვარში დონალდ ტრამპმა დიდი ტრანსფერი განახორციელა და ესეთი მრავალ თანამდებობა, მრავალ გამოცდილება ახლო სამხრეთში მიღებული კაცი დანიშნა თავისი ახალი საბჭოს გენერალურ დირექტორად. და ოფიციალურად 2026 წლის 15 იანვარს დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა პოსტი და თქვა, რომ ჩემთვის დიდი პატივია გაცნობოთ, რომ მშვიდობის საბჭო შეიქმნა, საბჭოს წევრები მალე გამოცხადდებიან და ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ ვის გაუგზავნა მოწვევები, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ყველაზე დიდი და პრესტიჟული საბჭო, რომელიც კი ოდესმე შეკრებილა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილასო თქვა დონალდ ტრამპმა. და სანამ გამოცხადდებოდა ოფიციალური მიწვევები, რომელი ქვეყანა მიიწვიეს, პირველი ვინც დაადასტურა, რომ მიიღო ეს მოწვევა თავად, ეს იყო, რა თქმა უნდა, ვინ იქნებოდა ამერიკის და პირადად დონალდ ტრამპის მოკავშირე
ხავიერ მილეი და არგენტინა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ხავიერ მილეი მიწვეული იქნა ამ საბჭოში და ის მიიღებს მონაწილეობას ამ საბჭოს მუშაობაში. ამის შემდეგ უკვე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა მიიწვია ასევე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი. კარნიმ დაადასტურა, რომ ის მონაწილეობას მიიღებს ამ საბჭოს მუშაობაში, თუმცა ერდოღანს ჯერ კიდევ არ უთქვია თანხმობა ტრამპისთვის. ამის შემდეგ უკვე ედი რამამ, რომელიც არის ალბანეთის პრემიერ-მინისტრი და ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი პოლიტიკოსი დღევანდელ მსოფლიო ლიდერებს შორის, თქვა, რომ მისთვის დიდი პატივია ამ საბჭოზე მიწვევა და ის რომ მიწვეულია როგორც ალბანეთი, როგორც თანფუძნებელი წევრი, არის დიდი საერთაშორისო აღიარება, მნიშვნელოვანი ფაქტორი და ქვეყნის მზარდი საერთაშორისო სტატუსის ნიშანი. უარიც იყო, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპისთვის უფრო სწორედ ესე ეწერია დადებითი პასუხის არ გაცემა დიპლომატიურ ენაზე, უარი ჯერჯერობითა ესე პირდაპირ არ ვსაუბრობ, უბრალოდ დადებითი პასუხიო არ გასცაო, ასე ამითითებული და ნუ გასაგებია, აქ იგულისხმება ორი დიდი ქვეყანა, ეს არის საფრანგეთი და ნორვეგია, რომელმაც უარყო დონალდ ტრამპის მიწვევა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ეს არის რაღაც გაეროს ორგანიზაციის როლის მითვისება და ამას შემაშფოთებელიც კი უწოდა საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა და ამის საპასუხოდ, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპმა პასუხად ფრანგულ ღვინოზე და შამპანურზე 200%-იანი ტარიფი გამოაცხადა. ჯერჯერობით დაემუქრა, მაგრამ თუ არ მიიღებს მიწვევას, ამას პირდება დონალდ ტრამპი საფრანგეთს. Guardian-მა, რა თქმა უნდა, ძალიან კრიტიკული მოსაზრება გამოაქვეყნა ამ საბჭოსთან დაკავშირებით. მან პირდაპირ თქვა, რომ ეს არის ტრამპის მიერ დომინირებული გადახდილი თამაშის კლუბი და მარელაგოს სასამართლოს გლობალური ვერსია, რომელიც გაეროს ჩანაცვლებას ისახავს მიზნად და ნუ საბოლოოდ თქვა, რომ ერთადერთი წევრი, რომელიც აბსოლუტური უფლებით სარგებლობს, ეს არის დონალდ ტრამპი, ხოლო სხვა წევრები, მათ შორის მუდმივი სტატუსით შესაძლებელია მიღებული იქნან მხოლოდ 1 მილიარდი ამერიკული დოლარის გადახდის სანაცვლო და ამის გარდა მთელი უფლებამოსილება ამ წევრების მიღებაზე, ჩანაცვლებაზე, შემდეგ ერთპიროვნულად აქვს დონალდ ტრამპს. ახლა უფრო საინტერესო თემაზე ვისაუბროთ, როგორია ამ ორგანიზაციის სტრუქტურა, რომელი ქვეყნები მიწვევს, რომელმა უარი თქვა და ასე შემდეგ. წარმოუდგენია, როგორ გქონდეს ორგანიზაციის აქ ძალიან რთული მრავალდონიანი სტრუქტურა, რომელიც ძალიან ბევრ ელემენტს მოიცავს, მათ შორის არის მშვიდობის მთავარი საბჭო, რომელიც არის ძირითადი ქვეყნების ლიდერებისგან შედგება და დაახლოებით 60 ადამიანია ამ საბჭოში გათვალისწინებული ან მიწვეული, როგორც ძირითადი ქვეყნების ლიდერები. ასევე არის აღმასრულებელი საბჭო, რომელიც ძირითადად ინვესტიციებზე და დიპლომატიაზე იქნება ორიენტირებული და დაახლოებით 7 წევრი იქნება დანიშნული ამ საბჭოში. ცხადია, აქ ცალკე არ გამოყოფილი ასევე ღაზას აღმასრულებელი საბჭო, რომელსაც უხელმძღვანელებს ნიკოლაი მლადენოვი 10 სხვა წევრთან ერთად და ეს საბჭო მოახდენს სწორედ ღაზას ტერიტორიის ადმინისტრირებას. ახლა ჩამოვთვალოთ ქვეყნები, რომელმაც მიიღო მოწვევა და დათანხმდა, მიიღო მოწვევა და არ დათანხმდა და ამათ შორის არ არის არც ერთი და არც მეორე საქართველო, რომელსაც არც მიუღია მოწვევა შესაბამისად და ვერც დათანხმდებოდა. რაც შეეხება ჩვენი რეგიონის ქვეყნებს, პოსტ-საბჭოთა სივრცეს, მიწვეულია სომხეთი, მიწვეულია უკრაინა, მიწვეულია ბელარუსი, მიწვეულია უზბეკეთი, ყაზახეთი, რუსეთი, თურქეთი და ასე შემდეგ. ეს ქვეყნები ყველანი არიან მიწვეული, თუმცა ვინც დაადასტურა მონაწილეობა არის ეს ქვეყნები ჯერჯერობით. ამერიკის შეერთებული შტატები არის თავმჯდომარე, როგორც იცით, ალბანეთი გითხარით, არგენტინაც ახსენე, ასევე დაადასტურა სომხეთმა მონაწილეობის მიღება ამ საბჭოში, ასევე ბელარუსმა, უნგრეთმა, ისრაელმა, ყაზახეთმა, მაროკომ, პარაგვაიმ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, უზბეკეთმა და ვიეტნამმა. ამ ქვეყნებმა უკვე თანხმობა განუცხადეს ტრამპს, რომ ისინი მიიღებენ მშვიდობის საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა. ხოლო სხვა ქვეყნები ჯერ კიდევ ფიქრობენ და რომელი ქვეყნებია ეს ქვეყნები, რომელიც მიიწვია დონალდ ტრამპმა. ავსტრალია, ავსტრია, ბაჰრეინი, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, ხორვატია, კვიპროსი, ეგვიპტე, ფინეთი, გერმანია, საბერძნეთი, ინდოეთი, ინდონეზია, ირლანდია, იტალია, იაპონია, იორდანია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ომანი, პაკისტანი, პოლონეთი, პორტუგალია, ყატარი, რუმინეთი, რუსეთი, საუდის არაბეთი, სინგაპური, სლოვენია, სამხრეთ კორეა, შვედეთი, შვეიცარია, ტაილანდი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო, უკრაინა და ევროკავშირიც მიწვია სხვა შორის. ახლა ვინ უხელმძღვანელებს ამ საბჭოს? საბჭოს უხელმძღვანელებს ნიკოლაი მლადენოვი, როგორც გითხარით და ნუ ამის გარდა წევრები არიან მარკო რუბიო, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, სტივ ვიტკოფი, ეს თითქმის ყველგან არის ჯარედ კუშნერთან ერთად, როგორც იცით, არის ვიტკოფი არის ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი ახლო სამხრეთში, ანუ ახლო აღმოსავლეთში, ასევე ჯარედ კუშნერი იცით, რომ არის დონალდ ტრამპის სიძე,
ასევე საბჭოში მიწვეული ყავს დონალდ ტრამპს ტონი ბლერი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მარკ როუენი, Apollo Global Management-ის აღმასრულებელი დირექტორი, აჯაი ბანგა, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი და რობერტ გაბრიელ უმცროსი, რომელიც არის ამერიკელი პოლიტიკური მრჩეველი. რაც შეეხება ღაზას აღმასრულებელ საბჭოს, აქ ისევ არის, რა თქმა უნდა, ვიტკოფი, კუშნერი და ტონი ბლერი და მათ გარდა არიან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ყატარის, ეგვიპტის, გაერთიანებული სამეფოს, არაბთა გაერთიანებული საამიროების, გაეროს ასევე წარმომადგენლები და ასევე სხვა ბიზნესმენები და ასე შემდეგ სხვა წევრები არიან ამ საბჭოში. და ვიდეოს ბოლოს მე გაჩვენებთ უკვე რუკას და ამ რუკაზე შეგიძლიათ ნახოთ რომელი ქვეყნები დათანხმდნენ ამ დროისთვის ამ საბჭოში მონაწილეობის მიღებას. რაც შეეხება უკრაინას აპირებს თუ არა ზელენსკი ამ საბჭოში მონაწილეობის მიღებას, მან თქვა რომ უკრაინა მიწვეულია ამ საბჭოში და ზელენსკი და მისი დიპლომატები ამ საკითხზე მუშაობენ. რაც შეეხება ბელარუსს, რომელიც თქვით რომ დათანხმდა ამ მიწვევას, ლუკაშენკომ პირადად თქვა რომ ის მიიღებს ადასტურებს საბჭოში მონაწილეობას და მიიღებს ამ საბჭოში მონაწილეობას და ასევე აქ არის ვიქტორ ორბანი, რომელსაც ახლა არჩევნები უწევს და ანას თქვა რომ ისიც მონაწილეობას მიიღებს ამ საბჭოში. ახლა რაც შეეხება ისრაელს. ისრაელში არის ცოტა გაუგვებარი სიტუაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად, ფინანსთა მინისტრი ბეზალელ სმოტრიჩი ამბობს, რომ დროა ტრამპს აუხსნან, რომ ეს გეგმა ცუდია ისრაელის სახელმწიფოსთვის და უნდა გააუქმონ ეს გეგმა. უფრო დიპლომატიური ხაზი დაიკავა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მან თქვა, რომ უთანხმოება არსებობს აი ამ ხალხთან დაკავშირებით, ვინც მე ჩამოვთვალე ღაზას საკონსულტაციო ჯგუფს გულისხმობ, აი ძალიან ბევრი ახლო აღმოსავლეთის, ანუ ახლო სამხრეთის ქვეყნები შედიან და თქვა რომ ამაზე უთანხმოება არსებობს, თუმცა ეს არ იმოქმედებს მისი, ანუ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ტრამპის ურთიერთობაზე. და ამის შემდეგ უკვე მომდევნო დღეს გამოვიდა ნეთანიაჰუ და თქვა რომ ის დათანხმდა ამ საბჭოს წევრობას. თუმცა ცალკეული ისრაელელი პოლიტიკოსები ძალიან მკაცრად აკრიტიკებენ ამ ღაზას საკონსულტაციო საბჭოში ყატარელი და თურქი დიპლომატების ჩართვას. ნუ ეს იცით რომ ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე რომ აქ ეს საბჭო ამ საბჭომ უნდა გადაწყვეტოს ღაზას ადმინისტრაცია უნდა გააკონტროლოს ეს ღაზა და აქ ყატარელი და თურქი დიპლომატების ჩართვა ცხადია დისკომფორტია ისრაელისთვის. აქედან გამომდინარე ძალიან ბუნდოვანია შეიქმნება თუ არა ეს საბჭო რეალურად და ექნება თუ არა მას ისეთივე მნიშვნელობა როგორც აქ გაეროს. თუმცა აქ რაც უნდა აღინიშნოს კაფიოდ არის ის რომ საქართველოს არ იქნა მიწვეული ამ საბჭოში და მიწვეული იქნა სომხეთი. რაც იმაზე მიუთითებს რომ საქართველოს უკვე აღარ განიხილება როგორც დასავლეთთვის ის ან გადამწყვეტი ძალა ან როგორც მოკავშირე და სანდო პარტნიორი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მე ცოტა მკაცრად უყურებ, ეჭვის თვალით უყურებ აი ამ საბჭოს, თუმცა ჩემთვის მაინც ინდიკატორია ის, რომ საქართველოს რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით არ იქნა მიწვეული ტრამპის საბჭოში. და იმის ფონზე, რომ დავოშიც არ მიწვის საქართველოს, რაც არის არა მხოლოდ ცუდი ქართული ოცნებისთვის, არამედ საქართველოს როგორც სახელმწიფოსთვის და ჩვენ იმედი დავიტოვოთ, რომ საქართველოს დაახსებს თავს ამ იზოლაციას, გადადგამს ნაბიჯებს დასავლეთისკენ, შეიცვლება საქართველოში სიტუაცია და საქართველოს გახდება ისევ დასავლური სამყაროს ღირსეული და მნიშვნელოვანი წევრი.